კაი, მოგესალმები. დღეს ვილაპარაკებთ მოდულარებზე. მოდულარ ტექნოზე ვილაპარაკებთ. მოდულარ ფრენცი რო ვაკეთებთ ხოლმე ივენთებს. ბევრჯერ დასმულა კითხვა, რომ როგორ უკრავთ, აი flow-ზე რომ მოყვე რაღაც შეაშვებით kick sample-ები გაქვთ თუ რა გაქვთ თუ რაც. ძალიან ბევრი კითხვა იყო. შევსწრები რომ მოგიყვება როგორ უკრავთ ხოლმე. რას ვაკეთებთ? უმეტესად სამი სისტემა გვაქვს. მე აქ ერთი სისტემა მაქვს დღეს. სანამ დავიწყებ კითხვი რომ მე ვარ ნიკა, ჩემი სასამსახელე Wayward Atom თუ არ იცი და საუბრობ იმაზე რაც მიყვარს მუსიკის გარშემო თემებზე, ჯერჯერობით. და let's go. კაი, თან ისიც სათვალებით გადავიღებ და მოდულარების POV-ს გვექნება. მოდი სისტემას გავსტარტავ, მერე დავშლი და თავიდან გავიაროთ რა. ეხლა რაღაცა ეგეთ რაღაცას უკრავს. კაი, შევშლი. ოკეი, აი დაიშალა სისტემა, ვაფშე არც ერთ კაბელი არ არის, მხოლოდ არის output კაბელი, რომელიც არის delay-დან გამოდის და მიდის მთავარ output-ში. იდეაში პირველი და ყველაზე მთავარი რაც გჭირდება არის kick-ი. როგორც კი kick-ს გავაკეთებთ, მერე დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. kick-ს ვაკეთებ მოკლედ ეგრე. BAS გამოყენებით რა. მოდი გავაკეთებთ ახლა უცებ. ანუ output-იდან, BAS output-იდან მივდივარ Maths-ის მეორე input-ში. Maths ამ შემთხვევაში ვიყენებ როგორც mixers. ანუ მეორე და მესამე არხი მაქვს როგორც ჩათვალე რომ mixer-ი არის რა. და ანუ ამ სუმირებულ signals Maths-იდან გამოვიყვან და შევიყვან delay-ის input-ში. რომელიც პრინციპში არის მთავარი output-ი, თუ ესე dry-ზე გადმოწეული არაფერს არ იზამს საერთოდ, თუ აუწევ, ცოტა delay-ს დავადებ. და ეხლა ნუ გავუშვათ kick-ს დავარტყამ, hits დავაჭერო, kick-ი გამოვიდეს. ეგ არის თქვა delayed. ეს delay-ს გარეშე, ხო? შემიძლია? აი delay-ს ვსვლებთ. კაი. ეხლა ხელით რო არ ვაჭირო, რა თქმა უნდა, გამოვიყენებ sequencers, Rene-ors, რომელიც თელამაგიას გააკეთებს. Rene-მ რო დაიწყოს მუშაობა, პრინციპში რაც უნდა გავაკეთო არის, რომ უნდა მივცე ტრიგერი, ეთქვა ხა როგორ არის Rene-ში. X-ი არხი აქვს და Y არხი აქვს. მუშაობა რო დაიწყოს რომელიმე, თქვა X-მა, X clock-ში უნდა მივცე ტრიგერი. ამ შემთხვევაში ტრიგერად ვიყენებ როგორც ტრიგერს ბათუმის square wave-ის outputs პირველი არხიდან ვიყენებ როგორც ტრიგერს, იმიტომ რომ clock-ი ცალკე როგორც ეგეთი არ მაქვს. მაგრამ მაგით ვასწორებს მოდულარები, რომ შეგიძლია იექსპერიმენტო და ათასნაირად გააკეთო. ოკეი. ეხლა აქ რო შემოვიყვანე ეს გადაამრავლა ეს square wave-დან გამოსული სიგნალი, აი აქ რაც შემოვიდა. გადაამრავლა 4 ადგილას და ეხლა გამოვიყენებ ამას, რომ დავსტარტო X არხი და წავიდა, X-ი მუშაობს. ეხლა X არხს რაც აქვს პირველი არის access-ი, რამდენ სტეპზე ირბინოს. ხო, ეხლა თქვა გავთიშევ და მარტო 8 სტეპზე ირბენს, ხო? მაგრამ მე მინდა რომ 16-ვე სტეპი გამოვიყენო და მივხვდებით რატო. შემდეგ არის gate-ი. Gate-ი არის რომელ სტეპზე გამოუშვას gate-ები, ანუ რაღაცა რო გააქტივიროს ამ შემთხვევაში დავატრიგერებთ BIA-ის ამ gate-ებით რა. ეხლა გამოვrთა, ეს delay-ს ჩავდა. ჯერ გამოვrთა ყველა gate-ს და ის შევაერთებ და არაფერი არ არის. ანუ რომელ არხსაც მე ჩავსვამ ახლა ტრიგერს, აი თქვათ აი აქ. აი მან მექნება ახლა kick-ები, ხო? ანუ თქვათ ახლა ჩავსვამ 4 kicks. ой, რაღაც access-ში მაქვს რაღაცა, ხო? იმიტომ რომ 4-4-ზე არ ვრთქამდე. ოკეი. და ნუ ახლა ამას იმიტომ BIA იმიტომ უკრავს kicks, იდეაში ხა სხვა პარამეტრები დააყენო, ვაფშე სხვა sounds დაუკრავს რა. აი საერთოდ სხვა რაღაცა არის. მაგრამ რასაც ვაკეთებ არის რომ ვიღებ liquid modes, რაც envelope-ზე pitch-ს ადებს. ბოდიში pitch-ს envelope-ს ადებს ძალიან სწრაფს. და ნუ harmonics უწევ, რომ ერთი ოსცილატორი იყოს და არა 6 ოსცილატორი და faults უწევ. და ნუ ვიღებ ეგეთ იმას, ხო, რა ქვია. kicks. იდეაში ამ 4 დარტყმის გარდა
რა თქმა უნდა ეს pitch თუ შევცვლი შეიძლება pitch-იც ხო ამ kick-ის მაგრამ ეს punch-ი რო ქონდა სადღაც აი 11 საათზე მომწონს ეს დარტყმა როგორიც აქ მაგრამ ეს 12 სტეპი მაგ цаრიელი და ამ 12 სტეპით შემიძლია უკვე baseline-ი გავაკეთო რაც ასევე ტექნოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ხო ან ახლა X-ის CV-დან გამოვდივარ და შევდივარ pitch-ში მე მგონი არაფერი არ მაქვს დაგანებული არ ვიცი მოდი გავანულებ ჯერ ოკეი აი შევიყვანე pitch და ეხლა რა ხდება იდეაში pitch-ი რო შევიყვანე ხო ანუ X-დან აი აქ ეხლა არის სულ 0 ვოლტები არის არაფერი არ ხდება რადგან დაწოლიან გლოვნი აი რომელიღაცა steps გავხსნი და კაიგე აი უკვე იწყებს pitch-ი ცვლილება და თქვა და ხა აი ამ 12 ნოტი, იმიტომ რომ არ მინდა რომ kick-ის pitch-ი შევცვალო, რომ დაკარგავს. აი ხედავ kick-ი კარგავს თავის ძალას, როცა pitch-ი შეცვლილია. ამიტომ ამ 4 ხელს არ ვკიდებ. მარტო ამ 12-ზე თამაშები live-შიც როცა უკრავ, ყოველთვის ეგრე ვაკეთებ, რომ აი და სმენით ვაკეთებ რა. ოკეი მაგრამ ერთ რაღაცას კიდე გავაკეთებ რა ხა თქვა ეს pitch-ი რო გამოვაერთო უბრალოდ არის kick-ი მაგრამ ესე baseline-ი ხდება რა მაგრამ ერთ დეტალს ვიზამ რომ აქედან გამოსულა ეს pitch-ი რითიც იცვლება აი ამ X-ის CV-ით სხვა რაღაცებსაც დავამოდულირებ მე და ამიტომ X-ის CV-ს გადავამრავლებ ასევე რა შემოვიყვან სერიალში და ახლა როგორც ხედავ აი აქ მაქვს იგივე ეს ციფრაც ინთება არის ზუსტად იგივე CV რაც აქ ქონდა და pitch-ი შევიყვან ხა ისევ იგივე ასევე თქვა შემიძლია რომ შემოვიყვანო აი იგივე აი ეს ვოლტაჟი რაც აქედან გამოდის ხო ახლა თქვა დავწევ ვოლტაჟს აი ეს pitch-ს ამას უკეთებს რომ მაღლა წევს pitch-ს ეს ბევრი ვოლტაჟი გამოვიყენებ რომ fold-ი დავამოდულირო fold-ი შვება ამას შვება აი ნახოთ შევიყვან და რას იზამს იდეში ცოტა უფრო გამოკვეთა ან დიდად არ ხდება ხო არა არ ხდება იყოს ოკეი ეს რა pitch-ის და fold-ის მოდულაციით უკვე kick-ი და baseline-ი მივიღე. ამ დროს რა შემიძლია ხა მე რადგან მარტო არ ხა იცი იდეაში სამი სისტემით უკრავთ ხოლმე რა. ანუ მე და კიდე ორი სისტემა არის, ჩემი სისტემა და კიდე ორი სისტემა და უფრო მიმარტივდება ბევრ რაღაც ხა შევეცდები რომ სხვანაირად გავაკეთო. აი თქვა და როცა გვინდა რაღაცნაირ აი ტრანზიცია რო გავაკეთოთ, რომ აი რაღაც ცვლილება მოხდეს, ხო? შემიძლია fold-ი გავხსნა. ამ დროს kick-ს ძალა უკრება. და ეხლა რო გადმოვწევ ეგრევე ოკეი ამ დროს ნუ რაღაც კიდე ცვლილებები ხდება ხოლმე ხო დრამატურგიულად რო შეიცვალოს კიდე ამასთან ერთად მოდი რა გავაკეთებ იცი შევცვალოთ მაგალითად აი ეს რეჟიმები ეხლა ეს ჩქარა რო ცვლის სულელობა არის მაგრამ იდეაში შეიძლება ძალიან საინტერესოდ მაგის გამოყენება რა ეხლა Y არხსაც გავაქტიურებ რომელიც ჯერ პასიური არის იგივე ტრიგერს ვაძლევ, რასაც X ვაძლევთ და იგივე სიჩქარით იმოძრავებს. ეხლა ეს dead cable ქვია ამას როცა ეგრე გაჭედა. და ეხლა იგივეს გავაკეთებ რა, ანუ აქ ჩავწევ ყველაფერს 0-ზე, რომ ჯერ მოდულაცია ნულოვანი მოდულაცია მქონდეს, რომ 0-დან დავიწყო ახალ-ახალი რაღაცების აგება. და აი ამ mode-ი შემყავს მაგალითად gate-ში, არ ვიცი. და მოდი აბა რომელიღაცა სტეპი გავუხსნათ. აი ეხლა ანუ დილეის რომ მივიცე ოდნავი მაინც ნახე
false გამოურთა. Okay. ამდენი delay-ც არ ვიცი თუ reverb-ი თუ არის საჭირო არ ვიცი. ეხლა რატო გამოვიყენე მეცი ხო? ერთის მხრივ. იმიტომ რომ ბელგრადი რომელიც შემილია როგორც ფილტრი არის, მაგრამ როგორც ოსცილატორს ისე ვიყენებ რა. შემოვიყვან მესამე არხში, რომელიც აქ არის და რეზონანსი იმდანად მაღლა აუწევ. აი ნახე. და პრინციპში რა ჩემი ბელგრადი ხომ აქვს აქ რა შემიძლია პრინციპში იგივე ლოგიკა გავაკეთო რომ x რითაც ვამოდულირებ რა ანუ ამ false რითიც ვამოდულირებ შემიძლია აი ამას მივცე და ვთქვა მაგრამ აი ესე უწყვეტად რომ მოდი x გავთიშა ორი წამი აი სულ უწყვეტად რომ ეგ რო არ იყოს შემიძლია მივცე რაღაცა ლოგიკით რა აი ნახე ეს არის იდეაში რეზონანსის აწევით ჩდება ეგ რაღაცა და შემიძლია რაღაც კონკრეტულ სტეპებზე გავაჩინო ეგ ამიტომ გეიტში შევალ ანუ რეზონანსის ინპუტში ჩათვალე რომ გეიტს რო ვისვრი ძალიან ჩქარა გადაწევს იქით რა და აი როდის გადაწევს უკვე განსაზღვრავ აი ამ ცეს გეიტებით მოდი გამოვრთო ყველა გეიტს იდეაში fold-ის მოდულაცია უხდებოდა და fold-ის მოდულაციასაც დავაბრუნებ რა. Baseline უფრო გამოკვეთილი იყო რა. ხო, ეცებ რომელი სტეპები მუშაობს ეს. ოკეი. პრინციპში ხარ რა მაქვს ორი ელემენტი, სამი ელემენტი მაქვს. ერთი არის აი ეს მეორე არის და აქ ვოლიუმები მაქვს, ხო, პრინციპში შემიძლია დავწივ ამას და ახლა კიკი დავაბრუნო. იდეაში მაქვს კიკი, რომელიც ხო, ნუ ახლა pitch თუ გამოურთავ და false-ს გამოურთავ არის კიკი, ხო, ჩვეულებრივ. და baseline არის, რომელიც ну, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად კიდე ძალიან ბევრი რაღაც ხდება, ხო? სამი სისტემა არის და სამი სისტემით უფრო ბევრი რაღაც შემიძლია ძალიან მე მიწევს ყველაფერს კეთება და ვერ ვარ კონცენტრირებული იმდენად ბევრ რაღაცაზე, მაგრამ გავგრძელოთ კიდე თამაში, რა შეგვიძლია რომ კიდე გავაკეთოთ? შეგვიძლია მაგალითად ეს ტრიგერი, რაც აქედან გამოსული, ხო? ეს elfo რაც მიკეთებს square wave divide mode-ზე ეს რა სიჩქარეც არის, ესენი არის მე გაყოფილი, ანუ იგივე ტემპში არის, ოღონდ გაყოფილი 2-ზე, 4-ზე ან 8-ზე და მაგალითად აი ეს რო ავიღო square wave და ამით ჩავრთო მაგალითად აი ეს პირველი არხი, რომელიც ხარაფერი არ ხდება, ხო? და ამ პირველი არხით პრინციპში რაც შემიძლია გავაკეთო, რაღაცების მოდულაცია შეიძლება რომ გავაკეთო. აი რაღაც ლოგიკით მუშაობს, ხარს მე არ ვიცი რა გამოვა პირველი არხიდან, მაგრამ წამოვიყვანოთ და გავუშვათ აბა span-ში. არაფერი, span-ში გავუშვათ. აბა FM მოდულაცია გავაკეთეთ. ანა ხელს გამოწე. იდეაში
ამის გაკეთებაც შეიძლება იდეაში ეთიკის მოდულაციით რა. ეს ეთიკის მოდულაცია შეგვიძლია აი ეს square wave რო ავიღო, შემოვიყვანო მეოთხე არხში და აქედან გამოვიყვანო სიგნალი უკვე ოღონდ ინვერტირებული და შეუშვა ეთერში. არა, არ გამოდის როგორც მომდის. არ გამოდის როგორც მომიდა და იმიტომ რომ პლუსში წავს, აბერტო ეგრე რომ გავაკეთოთ ძალიან. არა, კიქს უკარგავს ფანჯს ნამდვილად. ნუ არ გამოდის ახლა ეტაპზე. აბა C-ა მუშაობ, ერთოთი, აი C არხზე ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვიდა. ზედერთული არის C არხი. აი ამ მოში დარბის ხო? მოდი ალბათ საადოთ რომ იქნებ C-ით რაღაცები დავამონდულიყოთ, აბა. აი მაგალითად რაღაც კვანტიზაცია გამოვხდოთ და ფლიპი რო ჩავთოთ, არ ერთვება ფლიპი. ფოლდ არ ერთვება. დროები დავამონდულიყოთ, აბა. ნუ დიდად საინტერესო არ გამოდის. ამ დროს რა შეიძლება გაკეთდეს არის ხო? თქვა რაც აკეთებ ხო? ეს თქვა baseline-ზე დიდი მაგალითად ხო? ისე აი ხამ სიცარიელეს შავტოვებთ და X-ზე პრინციპში შემიძლია თავიდან მოვიკეთო ახალი სიკვენსი, თუნდაც ერთი ნოტით რო შევცვალო, აი მაგალითად ახლა აი 2 ნოტი დავამატოთ, 3 ნოტი დავამატოთ. როგორც კი შემოვიყვან ხო? უკვე რაღაც შინაარსიანი იქნება რა. აი უკვე დასწორებს. მაგრამ იცი რაც ვიზამდი მე, მაგალითად სანამ შემოვიყვანდი, აგერ ვძირავ ხოლმე რევერში სულ. და აი ხა რომ ჩაიძირება ეს ხო? შემიძლია პრინციპში რომ X რო შემოვიყვანო, ძალიან პატარა იმით შემოვიყვანო რა. ნუ ცოტა ყურმა დაისვენოს ხო? ну плюс hi-hat-ები ხო, რომელიც მე არ მაქვს. ძალიან გიმიდა რომ მქონდეს hi-hat-ი, მაგრამ არ მაქვს სამწუხაროდ. ხო, ну მოკლედ. როგორც ჩავწერო, შემიძლია აიმითაც თამაში ძალიან მომწონს, რომ თითქოს FX-ებით არის ეს რო უთხამს, აი ეს ხმა. მაგრამ სიცოცხლე ექნება, იმიტომ რომ გავამოძრავებ აქ. კიდე ძალიან მომწონს ხოლმე ვაიურებზე რა. და შეგვიძლია კიდე ოქტავებსაც ვეთამაშოთ რა, მაგალითად ავიღოთ. და ძალიან ჩქარა. აი რაღაცა ლოგიკით, აი აქ არ თქვენს, მაგრამ ეს რო ინთება აი ეს რო ინთება და თქვა რენდომულად არ ვიცი როგორი რა ლოგიკით ხდება, როგორც კი ინთება ოქტავა იცვლება აი ამ კაბელით და ეს კაბელი ოქტავა იცვლება მაგას იწევს რა. და ამ დროს პრინციპში კიდე შემიძლია ეს X-დან რაც მივეცი, volt per octave-ში მივცე და ეს X-ის Y-ის gate-იც რო резонანსს მიაქტიურებდა, სხვა სტეპებზე გავააქტიურო. ხა მაგალითად აი აქ იყოს პირობითად. და უთხილად გამოიწემდი ხო?
გაიზერებით ახლა არაფერი არ მაქვს სამწუხაროდ. პრინციპში ჰაი-ჰეტი რო გავაკეთე ნაცვლად ისე შემიძლია რა. ოღონდ მაშინ მთელი სისტემა უნდა გადავაწყო და მე ის ხომ უნდა გააკეთოს. ამიტომ ნუ ეს პრინციპში ეს ტექნოლოგია რაც არის ერთი ნორმალური ლუპი არის. და ესეთი გვიწევს რომ ერთი 20, 30, 50 ლუპი მაინც უნდა გავაკეთოთ იქ იმპროვიზირებულად რა. ამიტომ ხო ეს არის რა. ხო, რა ვიცი, მოდი გავჩერდები აქვე. ესე ძალიან მიყვარს ხარება ხოლმე გაგიჟების პირას რო გავიდე. ოკეი, კვადრა. ანუ პრინციპში იმედია რომ ოდნავ მეც გასაგები არის. ეხლა რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ? ხო, არ არის მარტივი, არასდროს არ ვიცით რას დაუგროვთ თან, სულ დაუგეგმავი არის ხოლმე, ერთ საინტერესო არის რომ ყოველთვის იმპროვიზაცია გამოდის და მადლობა, თუ მოისმინე, იმედია რომ რაღაც მაინც გაიგე, იმიტომ რომ მეც არ ვიცი ბოლომდე რა ხდება ხოლმე, ვერ ვამოღამებ, სულ ექსპერიმენტებში ვართ. იარე modular friends event-ებზე ხშირად უკრავთ ტექნოს, უკრავთ ambient-ს, ხან რაღაც ექსპერიმენტალურ რაღაცებს უკრავთ, ამიტომ არ გამოტოვა ივენთები და მადლობა თუ ნახე ბოლომდე.